კიდევ ერთხელ მოგესალმებით, განვაგრძობთ მაუწყებლობას პირდაპირ ეთერში შემოგერთეთ გადაცემა სტუდია ნომერი 8, რომელსაც მე ჟურნალისტი ლიზა კვესალოვა ვუძღვები. გადაცემის ამ ნაწილში ჩვენ საარჩევნო გარემოზე და თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე ვისაუბრებთ, საერთაშორისო ზეწოლზე და სანქციების საკითხზე, ასევე ევროკავშირის ვადაზე, რომელიც სულ რაღაც 2 დღეში იწურება და გადაცემის ამ ნაწილის სტუმარი ლევან ლორთქიფანიძე ანალიტიკოსი იქნება. მოგესალმებით, ბატონ ლევან, გესმით ჩემი ხმა? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა პირველ რიგში რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას და პირველი რითაც საუბარი მინდა დავიწყოთ, ეს არის საარჩევნო გარემო და თვითმმართველობის არჩევნები, როგორ მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ვიცით რა პირობებშიც მიმდინარეობს და ამაზე არ გავჩერდები და არ გავამახვილებ ყოველდღიურობას, თუმცა რამდენად კონკურენტუნარიანია რა, ასე ვთქვათ, პროცესები მიმდინარეობს ახლა საქართველოში და ზოგადად ინერციით, თუმცა როგორ მივდივართ აი ამ არჩევნებამდე. მე მგონია თქვენ ამ ტელემაყურებელმა და თქვენც შესანიშნავად იცით თუ როგორი საარჩევნო გარემოა ამ ქვეყანაში შექმნილი. აი ქართული ოცნება მაგალითად ყველა წინა თვითმმართველობის არჩევნებზე იწვევდა ხოლმე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას. დღეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ამ არჩევნებზე მოწვეული არ არის. ყველა წინა არჩევნებზე არსებობდა ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიები. დღეს აი ამ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს არ აქვთ რესურსი რომ დააკვირდნენ არჩევნებს და ისინი ვერ ახერხებენ უბნებზე შესაბამისი პირების გაგზავნას, რომ შეხედონ რა ხდება საარჩევნო ურნებთან ამ კომისიის შემადგენლობაში. ჩვენ ვხედავთ როგორი ვითარებაა პოლიტიკურ ველზეც. ახლა ჩვენ გვიყვარს თუ არ გვიყვარს, ფაქტია რომ თქვათ ზოგიერთი კონკრეტული პირი არის ოპოზიციის ლიდერი. ხო, აი მე მაგალითად დასანახავად ვერ ვიტან პირობითად მამუკა ხაზარაძეს, მაგრამ იყო ის ოპოზიციური პარტიის ლიდერი და ხედავთ დღეს რომ მამუკა ხაზარაძე და კიდე რა ვიცი 6 თუ 7 კაცი დაკავებული არის ოპოზიციის ლიდერთაგან სრულიად აბსურდული ბრალდებით, ხო, მათ ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტის მუშაობას, შემდეგ გადაიხადეს გადასახადით, მაგრამ მაინც დაიჭირეს, ხო? არიან ლიდერები, რომლებიც ქვეყნიდან გავიდნენ და უკან ვეღარ ბრუნდებიან, იმიტომ რომ იციან რომ დაიჭერენ მათ. ხედავთ ჩვენ მთელ რიგ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ერთმანეთთან ვერ თანხმდებიან. ანუ ამ საარჩევნო პროცესს ჩვენ ხვდებით გაყოფილი, დაქუცმაცებული ოპოზიციის პირობებში. ჯერ ვერ შეთანხმდნენ და მიეღოთ თუ არ მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა და ამის ნიადაგზე გაიხლიჩნენ ოპოზიციური პარტიები. მერე კიდე დაიხლიჩნენ 4 ოქტომბრის თემატიკასთან მიმართებით. და პარალელურად ხედავთ ხელისუფლებას, რომელიც უკვე ყველაფერს აკონტროლებს. თქვათ საზოგადოებრივი ორგანიზაციები დახურვის პირას არიან, ძალიან ბევრი ხო, ხედავთ თქვათ ხელისუფლებას, რომლის ხელშია მთლიანად მოქცეული პოლიცია, აგერ უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელად დანიშნეს, რა ვიცი, მოლაპარაკე თავი, ხო? შეუძლებელია, ხო, რაღაც ფორმალურად მაინც უნდა დაიცვა უშიშროების სამსახურის სტატუსი, ეს ხო სახელმწიფოებრივი სტატუსია და თავარ მოლაყბეს და თავარ დემაგოგს ნიშნავენ მის ხელმძღვანელად. ანუ ტოტალურად ყველაფერს ერთი პარტია აკონტროლებს მეორე მხრიდან, პოლიციასაც, უშიშროებასაც, აგერ ბიზნესმენებს ხედავთ ჩვენ კალაძის პრეზენტაციაზე გუშინ წინ დაჭერილი ბატონი ეს ზარალას რა ქვია აღარ მახსოვს სახელად, ხო, რამიშვილი, ბატონი რამიშვილი დაიჭირეს, აბსურდული მოვლენა მოხდა, ხო, თითქოს 2 აეროპორტის ხაზის გადალახვა უნდა იარაღით ხელში და ეს მადლიზა გამოშვებული, ხო, სამადლოდ გამოშვებული ადამიანი მიდის კალაძის, ასე ვთქვათ, პრეზენტაციაზე. ანუ მთელი ბიზნესიც, ასე ვთქვათ, დატორირებული და თავის ხარჯზე გაყავთ გადაყვანილი. ასე რომ გვაქვს სრულიად უთანასწორო, არა დემოკრატიული, ავტორიტარული ქვეყნებისთვის დამახასიათებელი საარჩევნო გარემო და ანუ გვაქვს ისეთი საარჩევნო გარემო, სადაც ეს მრავალფეროვნება, დემოკრატიული პროცესი არის მხოლოდ ფასადური. ბატონ ლევან, ალბათ ყველა აცნობიერებს ვინ იქნება ხომ ქალაქის მერი. ასეთი ტიპის არჩევნებს ზოგადად აქვს თუ არა რაიმე მნიშვნელობა, როდესაც ჩვენ ვიცით წინასწარ, ვინც იქნება აბსოლუტურად კონკურენტის გარეშეა, ვთქვათ, კახი კალაძე დარჩენილი, ხო? ქალაქში მხოლოდ ერთის პოლიტიკური პარტიის ბანერები გვხვდება, სადაც მივდივართ და ვხედავთ, რომ თითქოს მარტო კახი კალაძე მონაწილეობს. მე მის საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს ნამდვილად, თუმცა ფაქტია, რომ რაღაცნაირად
რაღაცნაირად კონკურენტი აი ამ პროცესში არ არის და ასეთი ტიპის არჩევნების მიმართ საზოგადოების განწყობაც ალბათ ბუნებრივია ნიჰილისტური იქნება და რაღაცნაირად მოლოდინიც არ ექნებათ რომ რაიმე ძირფესვიანი ცვლილებები მივიღოთ რას უნდა ველოდოთ მაინც ამ არჩევნებიდან საზოგადოება ის ადამიანები რომლებიც მაინც ფიქრობენ რომ მათი პასუხისმგებლობაა და აპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას იმ არჩევანში რაც გააჩნიათ არჩევანის გაკეთებას რა უნდა მოთხოვონ იგივე მერობის კანდიდატს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პირებს მაგალითად და ასე შემდეგ რა პრობლემები აქვს დღეს ქალაქს და ზოგადად თვითმმართველ ორგანოებს რომელზეც უნდა იყვნენ პასუხისმგებლები სამომავლოდ ის ადამიანები რომლებსაც თქვათ საზოგადოება მხარს დაუჭერს ამ მრჩეველმა თავის საქმე მაინც უნდა გააკეთოს და ქალაქის მერობის კანდიდატს მართველი პარტიიდან სათქმელი პირში უნდა უთხრას. პირდაპირ უნდა უთხრას. კახა კალაძეს უნდა უთხრათ ჩვენ რომ მან ეს ქალაქი დაამახინჯა, აქცია ბეტონის ჯუნგლებად, გაუსაძლისი აქვს თქვა, გაუსაძლისი გადაადგილება. კახი კალაძეს ჩვენ პირდაპირ უნდა უთხრათ რომ იგი არის ლობისტი მსხვილი სამშენებლო კომპანიების და კორუფციის თუ სხვა ფორმებით ცდილობს რომ გააძლიეროს ეს სამშენებლო ელიტები და აშენებენ უამრავ ბინას და პარალელურად ქვეყანაში რიგითი მოქალაქისთვის საცხოვრებელი, ღირსეული საცხოვრებელი ხელმისაწვდომი არ არის. ეს არის წარმოუდგენელი უსამართლობის ნიშანი, ეს არის განუკითხაობის ნიშანი, როცა არის ათასობით ბინა და ადამიანებისთვის ის არ არის ხელმისაწვდომი, ან ადამიანებს უწევთ მთელი ცხოვრება ვალის გადახდა, რომ რამდენიმე კვადრატული მეტრი ოთახი შეიძინონ და დაისაკუთრონ, ხო? ეს კალაძის შემოქმედება, ეს კალაძის პასუხისმგებლობა, რომ ამ ქვეყანაში და ამ ქალაქში საბინაო პოლიტიკა არ არის. კალაძეს უნდა შევახსენოთ ისიც, რომ თქვათ მისი პირადი პასუხისმგებლობა არის, რომ ამ ქალაქში დემოკრატია არ მუშაობს. საკრებულო ნოტარიულ ბიუროდ არის გადაქცეული და მხოლოდ მერიის გადაწყვეტილებებს ადასტურებს და არანაირი დისკუსია იქ არ მიდის. კალაძის პასუხისმგებლობა ის არის, რომ საჯარო სივრცეები არ აქვს, ჰაერი არ არის აქ ნორმალური, საცობებია, ნორმალური ტრანსპორტი ვერ გაიყვანა. 2018 წელს პირდებოდა, რომ მეტროთი და უკავშირდებოდით რუსთავს, აეროპორტს, ლილოს და რა ვიცი, ერთი აგური არ დადებულა ამ პროექტის გახანგრძლივებისთვის და ასე შემდეგ. ნეპოტიზმი რო ყვავის მერიის სისტემაში, კალაძის დამსახურება, ასე რომ როგორი არჩევნებიც არ უნდა იყოს, კალაძეს ჩვენ სილა უნდა გავაწნათ და უნდა მიუთითოთ მის პასუხისმგებლობას. რაც შეეხება თვითონ ხელისუფლების მიზანს, თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი დასვით თქვენ კითხვაში, ხელისუფლების მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანის მობილიზებას შეუწყოს ხელი. მე ერთ-ერთ საუბარში ამას წინათ ვახსენე ძალიან მნიშვნელოვანი ტერმინი პოლიტიკის მეცნიერებაში ელექტორალური ავტორიტეტი. ანუ როგორი ავტორიტარული არ უნდა იყოს ხელისუფლება, მას სჭირდება რომ შიდა მოწინააღმდეგებს და საერთაშორისო დამკვირვებლებს დაანახოს, რომ მე თქვათ 9 მილიონზე მეტი ადამიანი მიჭერს ხარ. მე ლეგიტიმური ვარ. მე სიტყვა მეთქმის. ხალხი ჩემს უკან არის. აი ამის დემონსტრირება დღეს კალაძესაც ჭირდება და ქართულ ოცნებასაც ჭირდება და როგორი უკონკურენტოც არ უნდა იყოს ეს არჩევნები, ისინი შეეცდებიან რომ ყველა საბავშვო ბაღის აღზრდელი გამორეკოთ სამუშაო ადგილიდან და მიიყვანონ უბანზე. ყველა პედაგოგი, რომელმაც ერთხელ მაინც ქედი მოიხარა, გამორეკოს საკლასო ოთახებიდან და მიიყვანონ საარჩევნო უბანზე. ყველა საბიუჯეტო სფეროში დასაქმებული და ასე შემდეგ მიიყვანოს საარჩევნო უბანზე, რათა დატოვონ შთაბეჭდილება. რომ მათ აქვს საყოველთაო მხარდაჭერა და ხალხი აღფრთოვანებული არის კახა კალაძის სულიერი ღირებულებებით და მართვის პრინციპებით. აი ბატონ ლევან, ამაზე მინდოდა სწორედ მეკითხა. ერთია პროპაგანდა და მეორე არის რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში რეალურად. არ მინდა კრიტიკულად რაღაც ჩემი შეფასება გაჟღერდეს, უბრალოდ რეალობიდან გამომდინარე იმას, რასაც ვისმენთ ჩვენ ყოველდღიურად, მაგალითად სამთავრობო ტელევიზიებიდან, რომ თითქოს ქვეყანაში უკეთესი პირობებია, უკეთესი ცხოვრების დონეა. ვგულისხმობ მკვლევას, რომელსაც ატრიალებენ ბოლო დროს, რომელთაც გონებიან, რომ ცხოვრების დონე
ხანგრძლივად გაუმჯობესდა ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიო კეთილდღეობის რაღაცა ინდექსში მე-5 ადგილზე ვართ და ასე შემდეგ. როგორ მუშაობს ასეთი ტიპის პროპაგანდა? იმიტომ რომ დღეს მე ძალიან ბევრმა ადამიანმა დამირეკა პირდაპირ ეთერში, როდესაც ინტერაქტიული გადაცემა მიმყავდა და მითხრა რომ იცით რა თქვენ ხართ უმადურები და ვერ ამჩნევთ რომ ქვეყანაში მართლაც უკეთესი ცხოვრების პირობები არის და შეიცვალა დროთა განმავლობაში ყველაფერი. აი ასეთი ტიპის ადამიანებს რა უნდა ვუთხრათ? მე გავეცი ამ ადამიანებს პასუხი, მაგრამ როგორც ანალიტიკოსი იქნებ რაიმეს უცდები ან ვაჭარბებ. რა მდგომარეობაა ქვეყანაში ამ წლების განმავლობაში უფრო მეტად გაუმჯობესდა ჩვენი ცხოვრების პირობები თუ გაუარესდა? თქვენი შეფასება როგორია აი ამ პასუხ მკითხვასთან დაკავშირებით? იცით, ძალიან მნიშვნელოვანი არის თუ რა სტანდარტია დამკვიდრებული ამ საზოგადოებაში. თუ ადამიანებს ღირსეული ცხოვრების მაღალი სტანდარტი აქვთ, ან ნორმალური სტანდარტი აქვთ, ან ევროპაში რასაც ეძახიან ნორმალური ცხოვრებას იგივე სურთ თავის ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ესეთი ადამიანები იტყვიან, რომ ამ ქვეყანაში კარდინალურად არაფერი არ შეცვლა და არაფერი არ გაუმჯობესებს. მაგრამ არსებობს სხვა სტანდარტიც. ხო, როდესაც აი ერთ-ერთ ქუჩის გამოკითხვაში თქვა ქალბატონმა და ამას არც ცინიკურად თუ ამბობ, უდიდესი გულის ტკივილით თუ ამბობ. ხო, ქალი გამოდის სოციალურად დაუცველი და ამბობს, რომ მე ვარ ბედნიერი, ძალიან კმაყოფილი მაქვს, სუპი მაქვს, სუპს ავჭა. პასუხობს მას. თუ ამ მიდგომით ვიხემძღვანელობთ, რომ თავარია რომ რაღაცა სწალაფავი მქონდეს სახში და დანარჩეს არ დავეძებ ამ ქვეყანაში რა ვითარება იქნება, როგორი ჯანდაცვა გვექნება, როგორი განათლება გვექნება, როგორი სოციალური სისტემა გვექნება, პენსია როგორი იქნება, წამლის ღირებულება როგორი იქნება და ასე შემდეგ. თუ ესეთი დაბალი სტანდარტით ვიხემძღვანელებთ, შეიძლება თქვენი ინტერაქტივის მონაწილეები მართალი იყოს. მაგრამ თუ ოდნავ უფრო სამართლიანები ვიქნებით, საკუთარი თავის მიმართ, ოდნავ უფრო მეც მოვიტყოთ, საკუთარი თავისთვის, ჩვენი მეგობრებისთვის, ამ საზოგადოებისთვის და თუ ვიტყვით, რომ ესეთი წამლის ფასები მაღალი ცხოვრების სტანდარტს ვერ მოგცემს, ესეთი ჯანდაცვა მაღალი ცხოვრების სტანდარტს ვერ მოგცემს, ესეთი გარემო, ესეთი ტრანსპორტი, ესეთი აერი, ესეთი საჯარო სივრცეები ვერ უზრუნველყოფს მაღალ სტანდარტს და ღირსეულ ცხოვრებას. თუ აი ამას ვიტყვით, მაშინ ბუნებრივია ხელისუფლების ქმედებები არის სრულიად უბრალდრუკი და როგორ ინდექსით არ უნდა მოიშველიონ, მაინც ასე ვთქვათ, ეს მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს. რა ინდექსით არ უნდა მოიშველიონ, ვთქვათ, ჩვენ ცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სუპერმარკეტში რო შეხვალ, შეიძლება ზოგიერთ ევროპულ დედაქალაქზე უფრო ძვირი ღირდეს ზეთი, კვერცხი და პირველადი მოხმარების თუ პირველადი ღირებულების კვებითი რესურსები. და მე მახსენდება აი ერთი მოთხრობა აქვს ლევ ტოლსტოის, არაჩვეულებრივი მოთხრობა, ქვია ალიოშა გარშოკ, ალიოშა ქოთანი. ეს არის გლეხის კაცზე, რომელიც ისე აღზარდეს, ისეთი ცხოვრება შეუქმნეს, მისმა მშობლებმა, მისმა ირგვლივმყოფმა ადამიანებმა, რომ ყველაფერზე იღინის. ამცირებენ იღინის და კმაყოფილია. სუდათ ექცევიან იღინის, ცოლის მოყვანის საშუალებას არ აძლევენ იღინის. ყდება ვიღაცისთვის შესრულებული სამუშაოს გამო, რომელიც თვითონ საერთოდ არ ჭირდება, იღინის. მამა ართმევს თავის ხელფას და მიაქვს სახლში და მისი ჯიბიდან ამოაქვს მისი შრომის ნაყოფი იღინის. და მე მეშინია, ძალიან მეშინია. რომ ჩვენ აი ამ დონეზე არ დავეცეთ და ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილი არ მივიდეს აი ალიოშა გარშოკის დონეზე, როცა ყველაფრით კმაყოფილია, ყველაფერზე იღიმის და ამბობს, რომ რა კაია, რომ რა ქვია, ერთი კბილი ჩამოვარდა და დანარჩენი 32 დამჭა, ხო, თუ 31, ხო? რა კარგია, რომ ცოლმა მე მიღალატა და არა სამშობლოს. და აი ასეთი დებულებებით იხებსვა. კი, სამწუხაროდ მე ასეთი მაგალითები მოვისმინე დღეს და ეს ინტერაქტიული გადაცემა და მესმის რომ ყველანაირი ასე ვთქვათ, ყველა ტიპის ადამიანმა შეიძლება დარეკოს, თუმცა მაინც რაღაცნაირად ძალიან მარტივი მაგალითებით ახსნეს თუ რა მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანაში უკეთესობა მაგალითად ის რომ ტელეფონები აქვთ ბავშვებს, ან ბევრი მანქანა დადის ქალაქში და თითო ოჯახში 3 მანქანაა და ასე შემდეგ, მოკლედ აი ასეთი
მარტივი მსჯელობით, თუმცა მე მაინც უფრო მეტად სიღრმისეულად შეიძლება მაგ დეტალს უპასო, ხო? კი ბატონო, მაგ დეტალს უპასო, ხო თუ ნებას მოგცემ. კი ბატონო. ყველა კეთილდღეობის ნიშანი, რაც შეიძლება ჩვენს ოჯახებში დღეს გამოჩნდა, დგას ერთადერთ ინსტრუმენტზე. ეს არის ვალი. ყველა ოჯახში არის მანქანა, შეიძლება დღეს თბილისის ბევრ ოჯახშია მანქანა. მაგრამ ეს მანქანა მოიტანა ვალმა, ეკონომიკურმა ტყვეობამ. ადამიანები არიან აი ამ ბანკების თუ სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიერ ბორკილდადებულები და იმიტომ აქვთ ეს მანქანა. ის ტელეფონი, რომელიც შეიძლება ბავშვებს ჰქონდეთ, შეიძლება მის მშობელს 3 წელი და 4 წელი კაბალურ პროცენტად აწევს მხრებზე და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ თქვენს არაჩვეულებრივ ტელემაყურებელს უნდა მოუწოდოთ, რომ ესეთი მსჯელობების დროს ცოტა სიღრმეში წავიდნენ და დაინახონ რა დგას ამ გარეგნული ნიშნების მიერ. კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანი ერთ-ერთი საკითხი, რომელიც არ უნდა გამოგჩეს, ეს არის ის თარიღი 31 აგვისტო, რომელიც ევროკავშირმა რაღაცნაირად დაგვიწესა. 2 დღე არის დარჩენილი. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ დროის განმავლობაში არ გქონია კონკრეტული პასუხი ქართული ოცნების მხრიდან, აპირებენ თუ არა რაიმე შეცვლას, რაიმე ნაბიჯის გადადგმას. იგივე რა ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო ამ დროის განმავლობაში იმისთვის, რომ ის შედეგი არ დამდგარიყო, რომელსაც გვეშინია და რომელსაც ველოდებით გულისიღრმეში ალბათ ყველა ადამიანი და განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობა მაშინ, როდესაც ემიგრანტები ღელავენ ამ ყველაფერზე. ჩვენ ვიცით, რომ ამ ადამიანებს აქ ძალიან ბევრი კრიტიკოსი ყავს და იმასაც კი ეუბნებიან, რომ თქვენ რო იქ ხართ ზარმაცები ხართ, თქვენ აქ უნდა იყოთ საქართველოში და ასე შემდეგ. აი ესეთი მარტივი მიდგომით უდგებიან, თუმცა ჩვენ ფაქტია, რომ წლიდან წლამდე 100,000-ზე მეტი ადამიანი გადის საქართველოდან, შემდეგ ბრუნდება ან გრძელვადიანი პერსპექტივით, ან მოკლევადიანი პერსპექტივით და ეს ადამიანები ქმნიან იმ თანხებს, რომელიც შემდეგ ქვეყანაში ტრიალებს, ოჯახებს არჩენენ და ასე შემდეგ. ჩვენ ვიცით ამ ადამიანების შრომის ფასი, ხომ? ეს ადამიანები ღელავენ. წელს ძალიან ბევრი ემიგრანტი უბრალოდ საქართველოში დასასვენებლადაც კი ვერ ჩამოვიდა 1 კვირით ან 10 დღით, იმიტომ რომ ეშინიათ, არ იციან 31 აგვისტოს შემდეგ რა შედეგი შეიძლება დადგეს. აბსოლუტურად თან მე მესმის ამ ადამიანების, იმიტომ რომ მათ აქვთ ცესხები, ბინები აქვთ წინასწარ ნაყიდი ბანკებით, იმიტომ რომ შემდეგ უნდათ რომ ჩამოვიდნენ საქართველოში და იხდიან აი ამ ყველაფერს 3 წელი, 4 წელი უძლებენ იმ მძიმე შრომას, რომელიც იქ უწევთ, ხომ? ამ ადამიანებს რა ბედიელით და ზოგადად რა გველის იმ შემთხვევაში მე მესმის რომ შეიძლება ეს სამყაროს აღსასრული არ იყოს, აბსოლუტურად მესმის, თუმცა ჩემთვის პირადად როგორც ერთი ადამიანისთვის ეს არის ძალიან მარტივი, ძალიან კარგი, ძალიან დიდი სიკეთე იმისთვის, რომ ხშირად წავიდე და წამოვიდე ევროპის ნებისმიერ წერტილში, ხომ, რაღაცა პრობლემების გარეშე. თუმცა აი ამ ადამიანებისთვის რამდენად დიდი პრობლემა შეიძლება შეიქმნას და რას უნდა ველოდოთ მართლაც თუ ეს ყველაფერი მოხდება და ვიზა ლიბერალიზაცია შეწყდება. თქვენს მსჯელობას გავაგრძელებთ ჯერ და შემდეგ გიპასუხებთ თუ შეიძლება. დღეს საქართველოში ამბობენ, რომ ვიზა ლიბერალიზაცია არის სიკეთე, რომლითაც სარგებლობს მხოლოდ მაღალი და საშუალო ფენა. ტყუილი. ვიზა ლიბერალიზაცია არის უდიდესი სიკეთე თანამედროვე საქართველოში ყველაზე გაჭირვებული საშუალო ფენისთვის და დაბალი ფენისთვისაც. იმიტომ რომ თქვათ ვიზა ლიბერალიზაცია რო არ არსებობდეს, უამრავი დედა საკუთარ შვილს ვერ ნახავდა. უამრავი ბებია საკუთარ შვილის ვერ ნახავდა. საზღვარგარეთ გახიზნული ჩვენი მიგრანტები, რომლებიც საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს ქმნიან და ჩვენი გვარჩენ საკუთარ რაღაცა ემოციურ კომპენსაციას იღებენ ხოლმე ოჯახის წევრების ვიზიტით. მე თვითონ შემხვედრიან თვითმფრინავებში, ვთქვათ, მოხუცი ბებიები, რომლებიც თავიანთი შვილების სანახავად მიდიან იტალიაში ან საბერძნეთში. მინახავს შვილიშვილები, რომლებიც პირველად მიდიან საკუთარი მომუშავე ბებიის სანახავად დასავლეთ ევროპის ქვეყანაში. მინახავს შვილები, რომლებიც 10 წლის შემდეგ პირველად ჩავიდნენ თავიანთ მამებთან, ვთქვათ, საბერძნეთში. ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა ვიზა ლიბერალიზაცია იმისთვის, რომ საქართველოს ღარიბმა მოქალაქეებმა საზღვარგარეთ აქაური ოჯახების არჩენას წასული ადამიანები ნახონ, გაამხნევონ ისინი, გვერდით დაუდგნენ, ნათესაური და ოჯახური კავშირები ოდნავ მაინც გაამყარო. და ამას ვკარგავთ ჩვენ.
გარდა ამისა, ვიზა ლიბერალიზაცია არის უამრავი, თქვათ, ახალგაზრდა ლექტორისთვის თუ სტუდენტისთვის, რომელსაც ბევრი ფული ნამდვილად არ აქვს, რომელთაც ძალიან მძიმე შრომითი პირობები აქვს ამ ქვეყანაში, რომ გავიდნენ და პატარა კონფერენციას მაინც დაესწრონ და პატარა სამეცნიერო ფორუმში მაინც მიიღონ მონაწილეობა და ის უხარისხო განათლება, რომელსაც საქართველოში იღებენ, რაღაცით მაინც შეავსოთ დასავლეთში. და აღარაფერს აღარ ვამბობ, რომ ადამიანები მთელი წელი შრომობენ, მხოლოდ 2 კვირა აქვთ დასვენება, მგონი და 2 კვირა აქვს შვებულების აღების უფლება მთელი წლის განმავლობაში. და აი ამ მთელ დახუნძლულ წელს ასე ვთქვათ იქარწყლებენ იმით, რომ სადღაც 1 კვირით გავლენ დასასვენებლად და სადღაც რომელიღაც ევროპის ქალაქში გაიზეილნებენ და ესეც უნდათ რომ წაგვართვა, ხო? თან არავინ არ ამბობს მიზა, რომ ვიზა ლიბერალიზაციაზე მაგალითად მიბმული არის რამდენიმე ეკონომიკური აქტივობა საქართველოში, ხო? აი დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი. ვიზა ლიბერალიზაციის გარეშე იმის ნახევარს ვეღარ გამოიმუშავებს, რასაც დღეს გამოიმუშავებს. იქ უამრავი ტვირთველია დასაქმებული, რეგისტრატორი, დაცვის თანამშრომელი, უამრავი ბიზნესია მიბმული, თქვათ ქუთაისში ვიზა ლიბერალიზაციის შედეგად გაჩენილ და აღორძინებულ იმაზე აეროპორტზე. ამ ყველაფერს კარგავთ, ხო? და უამრავი სამუშაო ადგილიც იკარგება სწორედ დავალ პენაში და ამაზე არავინ ყურადღებას არ ამაყობს. რაც შეეხება ხელისუფლების მოტივაციას, ხელისუფლების მოტივაცია არის ესეთი, რომ მათ არ სურთ მხოლოდ პოლიტიკური იზოლაცია დასავლეთისგან. მათ სურთ საქართველოს სოციალური იზოლაცია დასავლეთისგან. ანუ რას გულისხმობ, რომ ადამიანებს, ახალგაზრდებს არ უნდა ქონდეთ შესაძლებლობა, რომ მარტივად წავიდნენ დასავლეთში, მარტივად ნახონ დასავლეთში ცხოვრების წესი და ცხოვრების პრინციპები როგორია და არ ქონდეთ მათ შედარების საშუალება. თქვათ, როგორი ტრანსპორტი არის ბერლინში და როგორია თბილისში. ამას როგორ შეადარებს, თქვათ, პირველ კურსელი სტუდენტი საკუთარი თვალით ნახვის გარეშე, ხო? შეადარებს რაღაცა მონაცემები და ChatGPT-ს კითხავს და ასე შემდეგ, მაგრამ საკუთარი თვალით ნანახი სულ სხვა არის. როგორ შეადარებს, როგორია იქ უნივერსიტეტი და აქ როგორია უნივერსიტეტი. როგორ ტარდება იქ საარჩევნო კამპანია და აქ როგორ ტარდება საარჩევნო კამპანია. და აი ეს ხიდიც უნდა ჩაიჭრას და იზოლაციაში უნდა იყოს არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ მოქალაქეებიც, რომ მათ ზედმეტი აღარ მოითხოვთ. აი თქვენ თუ შეადარებთ და გაიხსენებთ, თქვათ, პოსტკომუნისტური გარდაქმნის ისტორიას, თქვათ, რატომ იყო ასე ვთქვათ, ანტისაბჭოთა და ანტიკომუნისტური მოძრაობა უფრო ძლიერი, თქვათ, ჩეხოსლოვაკიაში. იმიტომ რომ ჩეხებს და სლოვაკებს ძალიან ძნელად, მაგრამ მაინც ჰქონდათ საშუალება ნეიტრალურ ავსტრიაში გადასვლის და იქაური სისტემის ნახვის. მათ იცოდნენ როგორი არის განსხვავებული დემოკრატიული სისტემა, როგორ მუშაობს ის. რატომ აშენდა ბერლინში კედელი? იმიტომ რომ აღმოსავლეთ ბერლინელებს ჰქონდათ საშუალება ხანდახან მაინც რთულად მაინც გადასულიყვნენ დასავლეთ ბერლინში და ენახათ, თქვათ, მთელი რიგი დემოკრატიული სისტემები როგორ ფუნქციონირებენ დასავლეთში. აი კედელს ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმება, ეს არის ფაქტობრივად ბერლინის კედელი, რომელსაც აშენებენ დღეს აღმოსავლეთ ევროპაში, რითაც სურთ, რომ საქართველოს შემოღობონ ამ კალაძეებს და ივანიშვილებს და მათ, რომ ჩვენ არ გქონდეს შედარების საშუალება და მოусმინოთ მათ პროპაგანდისტულ ტელევიზიებში მოყოლილ მითებს, რომ იქ თურმე კაციჭამიები ცხოვრობენ და კანალიზაციებში მარხავენ ადამიანებს და მერს რა ქვია შობლებს ჭამენ და ასე შემდეგ. რაზეც დადის მათი პროპაგანდა საბოლოო აი ბატონ ლევან, ეს შეფასება ძალიან საინტერესო, თუმცა როგორი მოლოდინი გაქვთ მაინც, იმიტომ რომ ჩვენ ზოგადად ჩვენი ბუნება ისეთია, მაინც პოზიტიურად ვფიქრობთ ყოველთვის და მაინც ვფიქრობ, რომ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ რა შეიძლება მოხდეს და რომ მოხდება უკვე აღარც იქნება ხომ სასაუბრო, უკვე შედეგის წინაშე დავდგებით, ამიტომ მაინტერესებს სურათი, რომელიც რეალურად არსებობს, ანუ თქვენი ანალიტიკური შეფასება მართლაც ელოდებით თუ არა აი ასეთი მკაცრი ტიპის გადაწყვეტილების მიღებას, იმიტომ რომ აქ არა მხოლოდ ხელისუფლება ზიანდება, აქ ზიანდებიან ადამიანები, ათობით ადამიანები, ასობით, რომლებიც პირდაპირ მიიღებენ ძალიან დიდ ზარალს აი ამ გადაწყვეტილებით და ამას ალბათ იქაც აცნობიერებენ და ამ შემთხვევაში რა იქნება, როგორი შედეგი შეიძლება დადგეს, რას ელოდებით მაინც.
ჩემი დამოკიდებულება ესეთია, რომ ქართული ოცნება აი ასე ფიცი არ დაადებს, რომ რამე გაკეთდეს ვიზა ლიბერალიზაციის შესანარჩუნებლად. არ უნდათ მათ ეს. ხო, რაღაცა 8 პუნქტია და იმ 8 პუნქტიდან გთხოვენ, რომ რაღაც ოჯახის სიწმინდის კანონიც გავაუქმოთ. თუ თქვა პირობითად, თქვენ ფარისევლებო, ეს კანონი არის თქვენთვის რაღაცა განსაკუთრებული მნიშვნელობის და შინაარსი. გადადეთ ეგ კანონი გვერდით და დანარჩენ პუნქტებს დაუბრუნდით. იმ 8-დან 7 შეასრულეთ. იმ 8 მოთხოვნიდან 3 შეასრულეთ. ოღონდ აჩვენეთ განწყობა, რომ მართლა გინდათ, რომ იყოთ ევროპული თანამეგობრობის წევრი. და თუ ამ განწყობას აჩვენებთ, ამ შრომის მოყვარეობას აჩვენებთ, დემოკრატიულ სტანდარტებს აჩვენებთ და მაინც უარს აცხადებს ის დასავლეთი, მე ვილაპარაკოთ, ხო? მასთან კრიტიკულ დამოკიდებულებას. და როცა 8 პუნქტიდან არც ეძი, არც ფიქრობ, რომ შეასრულო. ესა საბოტაჟი საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობის. ეს ერთი საკითხი. და მეორე საკითხი, მე მინდა რომ ჩვენ კრიტიკულად მოვეკიდოთ თვითონ ევროკავშირის დამოკიდებულებასაც, ხო? ეს არასერიოზული დამოკიდებულება, როცა შენ ხელისუფლების დანაშაულებების გამო სჯი მთელს მოსახლეობას. კი ბატონო. ეს უსამართლობაა. ესე მოქცევა არ შეიძლება. მე მაგალითად მოუწოდებდი საშუალება რომ მქონდეს დასავლეთის პოლიტიკურ წრეებს, რომ მათ პერსონალურად დაასანქციონ ქართული ოცნების მაღალჩინოსნები, ქართული ოცნების პროპაგანდისტები, ქართული ოცნების დამფინანსებელი ბიზნესის წარმომადგენლები. შეიძლება ევროკავშირში შიგნით შეთანხმება არ არსებობს, მაგრამ გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ დაასანქციონ პერსონალურად ეკონომიკური თუ სხვა ტიპის სანქციებით, აი ეს პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები. ნუ გადატეხავენ ჯოხს საქართველოს მოსახლეობას. ეს ადვილია, რომ მოდი ახლა ვიზა ლიბერალიზაციას გავაუქმებ და ეგება აჯანყდეს ქართველი ხალხი, უფრო გამწარდეს და უფრო გაუჭირდეს ქართულ ხელისუფლებას. ესე მარტივად და იოლად არ არის საქმე. ამიტომ რიგითი მოქალაქეების და გაჭირვებული მოქალაქეების ზეწოლას და შევიწროვებას, რომელთაც ეს ვიზა ლიბერალიზაცია ჭირდებათ საკუთარი დედის და მამის სანახავად და საკუთარი ოჯახის წევრების სანახავად, მათზე ეს ჯოხი არ უნდა გადატყდეს და აი გადატყდეს ეს ჯოხი სრული სიმკაცრით ხელისუფლების მაღალჩინოსნებს და არა რიგით მოქალაქეებს. ეს იქნებოდა სამართლიანი გადაწყვეტილება ევროკავშირის მხრიდან და მე მოლოდინი მაქვს, რომ ხა 2 დღის შემდეგ კიდევ წლის ბოლომდე მისცემენ ხელისუფლებას ვადას, რომ რაღაც შეცვალოს ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით და წლის ბოლომდე ალბათ საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა იმუშაონ დასავლეთთან იმ მიმართულებით, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებით, ჯოხი გადატყდეს კალაძეზე, ივანიშვილზე, ვანო ჩხარტიშვილზე, მათ ოჯახის წევრებზე, მათ შვილებზე და არა საქართველოს მოსახლეობის 99%-ზე. ასე რომ ევროპასთან ურთიერთობის გაფუჭებაზე პასუხი უნდა ააგოს ყველაზე მდიდარმა 1%-მა და არა ყველაზე ღარიბმა 99%-მა. აი ბატონ ლევან, სანქციების საკითხიც ძალიან მნიშვნელოვანია. აი ამ დროის განმავლობაში, თქვა ჩვენ ქართული ოცნების მხრიდან გვესმოდა, რომ რა არ მოვისმინეთ, თუმცა გვესმოდა ის, რომ მაინც უფრო მეტად უმცირესობის ინტერესების, თქვა, დაცვა იყო მოთხოვნილი და ასე შემდეგ. შეამსუბუქებდა თუ არა სიტუაციას, სულ უფრო ძალიან მარტივი ლოგიკით რომ მივუდგეთ, თუნდაც ის, რომ რაღაც კომისია შექმნილიყო და თქვა, აი ახალგაზრდების პატიმრების საკითხების გადახედვა დაწყებულიყო, მუშაობა დაწყებულიყო, რომ ვინ შეიძლება გამოუშვან, ვის ნაკლები, ვთქვათ, აქვს დანაშაული ჩადენილი, ასე შემდეგ. აი, რაიმე ტიპის სამუშაოები რომ დაეწყოთ აი ამ დროის განმავლობაში, მაგალითად, აი ნებისმიერი იმ პუნქტებიდან რომელიმეზე რომ დაეწყოთ მუშაობა, ეს მოგცემდა თუ არა იმ შედეგს, რომ აი დღეს აი ასეთი რაღაცა კაბალური პირობის წინაშე არ დავდგებოდით და როდესაც აი ასე, ვთქვათ, ის ვერ ვნახეთ ამ დროის განმავლობაში ქართული ოცნების მხრიდან აი ასეთი ტიპის მუშაობა, ეს გვაფიქრებინებს თუ არა, რომ მათ უკვე გადაწყვეტილი აქვთ რა გზაზე მიდიან და მათთვის სულ ერთია რა მოხდება მომავალში. 28 ნოემბრის შემდეგ თუ 26 ნოემბერი როდის გამოვიდა ბატონი კობახიძე და თქვა, რომ ჩვენ 2028 წლამდე არანაირ ურთიერთობას არ ვაპირებთ ევროკავშირთან ინტეგრაციისთვისო,
აი იმ მომენტიდან ჩემთვის ყველაფერი გადაწყვეტილი. მაშინ თქვა ხელისუფლება ყველანაირ კავშირზე უარი. და მაშინ გადაუხვია, შემოატრიალა აი ამ ჩვენი ხომალდის საჭე რაღაც ქარიშხლის მიმართულებით ქართულმა ოცნებამ. რაც შეეხება თქვენი შეკითხვის მეორე ნაწილს, დიახ, ელემენტარული რესურსები რომ არსებობდეს საქართველოში ევროკავშირთან მოლაპარაკებებისთვის, ყველა საკითხის განხილვა იქნებოდა შესაძლებელი. მაგრამ ქართულმა ოცნებამ ყველანაირი რესურსი ამოწურა. ყველანაირი რესურსი გაანიალა. აგერ ხო წარმოგიდგენიათ, გერმანიის ელჩს დაასდევენ და ავიწროვებენ იმის გამო, რატომ იქირავებინა მამუკა ხაზარაძის ცოლის კომპანიის საკუთრებაში არსებული იმის რა ქვია, უძრავი გონების სააგენტოს. სისულელე. აბა ეხლა ჩემს სახს ხო არ იქირავებს გერმანიის ელჩი. მას რა ქვია, ჩემს ლოჯში ხო არ იცხოვრებს. აი ქვეყანას თავისი სტანდარტები აქვს და როგორც უნდა და რანაირადაც უნდა ისე იქირავებს ბინდას. ხო, მაგრამ აი ამ დონეზე არიან დამწვრილმანებულები. რომ გერმანიის ელჩს აქვს ბინა, ნაკირავები, ის რა ქვია, რა ეროვნების არის სლოვაკეთის ელჩი საქართველოში და რაღაც დაცინიან, ამას ხარავებენ, აშაყირებენ, მასხრად იგდებენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. და მერე ითხოვს გამოვა კალაძე, რომელმაც ვარკეთილის მეტროში ჭერი ვერ გააკრა და გამოვა და ჩვენ მზად ვართ მიგვიღეთ ევროკავშირში. ანუ მაპატიეთ და ჯერ სახეში აფურთხებს ხალხს და მერე ეუბნება რომ მიიღეთ თქვენს ბინაში. ეს სადაური წესია, არის შეიძლება სამტრედიის რკინიგზის რომელიღაცა მიტოვებულ იმაში რა ქვია, განყოფილებაში ასე იქცევიან ხოლმე კრიმინალური ჯგუფები, რომლებიც ერთმანეთთან საქმეს არჩევენ. მაგრამ ნორმალურ ურთიერთობებში ესე არ ხდება. მადლობა. ასე რომ თუ ოდესმე გვეღირსა და რაღაც შეიცვალა ამ ქვეყანაში, ძალიან მარტივი იქნება საუბრის დაწყება დასავლეთთან, თავარია იყოს ელემენტარული კეთილგანწყობა და ეთიკური დაბოჭება. უღრმესი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ლევან ლორთქიფანიძე ანალიტიკოსი პასუხობდა ჩემ კითხვებს. ძალიან მალე ჩვენ პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია შემოგვერთდება პირდაპირ ეთერში, მანამ კი უნდა აღვნიშნოთ ის, რომ საარჩევნო გარემო მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში, ავად თუ კარგად მიმდინარეობს, ჩვენ ვიცით, რომ პოლიტიკური პარტიების გარკვეული ნაწილი, მაგალითად რა პოლიტიკური პარტია ამბობს, რომ ამ არჩევნებში არ იღებს მონაწილეობას, იმიტომ რომ ისინი ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან და ამ არჩევნებში მონაწილეობას მიიჩნევენ ლეგიტიმაციის მინიჭებას ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის. სწორედ ამიტომ აცხადებენ, რომ არჩევნებში არ მიიღებენ მონაწილეობას. გარდა ამისა, ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირის მიცემული ვადა სულ რაღაც 2 დღეში იწორება 31 აგვისტოს უკვე გეცოდინება პასუხი თუ რა გადაწყვეტილება აქვს ევროკავშირს საქართველოსთან დაკავშირებით და ვიზა ლიბერალიზაციის თემასთან დაკავშირებით და მოკლედ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც დღის წესრიგში არსებობს და ვახტანგ მაისაია უკვე შემოგვერთდა, როგორც მე უკვე ვნახე. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ხართ, გესმით თუ არა ჩვენი ხმა? დიახ, რა თქმა უნდა, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემოყურებელს. მიულოცავ მარიამის წინააღმდეგსასწაულს, ის იმაზე შეეძიოს თელ საქართველოს და თქვენ პირადად ყველა ჩვენ ტელემოყურებელს. კი ბატონო, უღრმესი მადლობა, მეც ვერთდები მილოცვას და ვინაიდან ძალიან ცოტა დრო გვაქვს, 15 წუთი გვაქვს სულ რაღაც, დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხით, მაინც იმაზე მნიშვნელოვანიც კი მგონია, ვიდრე ვთქვათ რაღაც არჩევნები ტარდება.